Მოგვიდეთ ბიზნეს ობიექტებს მაგაშარში ერთ საქმე. Ლას ცნობიერებას. შენ თუ არ მოსთხოვე შენს ხელქვეითს, შენს თანამშრომელს თუ არ მოსთხოვე პასუხი, არის. ვერ ხდები მაშინ ესთვის მუშაობ, იმისთვის მუშაობ, რომ შენ გაგვანადგურო, შენ ორი კაპიკი იშოვ და ჩვენ გაგვანადგურო, ჩვენ დავგვყო. არასწავლო იმ უვიცებს, ვინც გიბიძურებს გარემოზე ტერიტორიებს, აი მაგიტომ ახლა დასაჯარიმებული და მაგიტომ აგეთ პასუხი მოსათხოვი ყველას. თქვენი ბიზნეს ობიექტები ოჯახებს გინახავენ, ჭამთ, ცვალთ, დარწმუნებული ვარ ოჯახში სუფთად ახართ, მაგრამ სულ სალფეხზე კიდიათ რა ხდება გარშემო. აი ეს პრობლემები აქვს ნებისმიერ ბიზნეს ობიექტს. აი ახლა ეს რასაც გავდივარ, ჩემიდან მარჯვენა მხარეს არის მაღაზიები და ცენტრალური ტერასა, აქედან მარცხენა მხარეს ტრასა და მაცხოვრებლები არიან და შუაში არის გატარებლის გზა. ხოლო რასაც ხედავთ ნაგაზს, სხვა არაფერს. სხვა რას ხედავთ? პრობლემებს იმ ადამიანების, ვინც აი ესე არაცნობიერად იშორებენ ნაგავს, ფეხებზე კიდიათ, ვინმე შედავს ერთი ცალი გადაგდებით. აი რა არაფერი არ მოხდება. და ეს თითო გადაგდებით ასეთი გააზრებით, ხო? აგერ მეგობარო ზღვა ნაგავი გაჩნდა. აბა ეხლა ამაზე დაფიქრდი. შენი ახალსორი ფიქრებმა სადამდე მიიღო ქვეყანა აზროვნებმა. აი ეს პრობლემები. ეხლა დაფიქრდით. როცა ფიქრობთ ხორცს. აბეთ. აღარ არის სანდო. დიდი ხანი არ არის სანდო. ხო, ანწუხარ. მაშინ საბუთი უნდა კონდეს გამყიდველს. საიდან არის ეს ხორცი? ფერმიდან, რომელი ფერმიდან? ასე შემდეგ. იმიტომ რომ თბილისის გარშემო რაც კი სოფლებია, დაჩებია და ასე შემდეგ. ყველა საქმეს აქვს პრობლემა. 100% დარწმუნებული ვარ, რომ გაისინჯოს რაღაცას იპოვიან უეჭველი. იმიტომ ამდენი ნაგავიყრიან და ნაგავში ძოვს და ეხლა დავიჯერო პრობლემას ვერ ნახავე. მაგრამ მე მაგიტომაც აღარ ვყიდულობ ხორცს საერთოდ აღარ ვეკარები. აღარც თევზი მიყვარდა სიგიჟემდე. აღარც თევზს ვეკარები. იმიტომ რომ ის თევზის მოწამულია. თანაც აქ საქართველოს პირობებში ვინც თევზს ყიდის და არის მდინარის მტკვრის ვაფშე არ ვეკარები. საერთოდ არ ვეკარები, იმიტომ რომ არ ვარ გარა. საერთოდ არ ვარ. აი სადაც სათავეებია მდინარეების, სადაც ნაკლები დაბინძურება არის. კიდე შეიძლება იქაური თევზი მიირთვა და იქაური პროდუქტი, დაწესილი პროდუქტი. ხოლო ეხლა ვაფშე საერთოდ არ ვარ გა. ეგარი, მოგეძებნება. თქვენ თუ გონია რომ ჟამთელ პროდუქტს აჭამთ, ბაზარში ადრე იყო ცნობილი სოფლის კვერცხი, სოფლის ხორცი, რაღაცა ხوارზე ხარ. იმიტომ რომ მოვლილი იყო, ეხლა აღარავინ აღარ უვლის. იმიტომ რომ სადაც აძოვებენ, ხედავს წყემსი, არ ცდილობს რომ მოითხოვოს ტერიტორიის გაწმენდა, რომ თავის საქონელი გამოიკვებოს და არ მოიწამლოს. ამას არ ითხოვს საერთოდ ადამიანი. იმ წყემსაც აქვს ცნობიერება დაქვეითებული, პრობლემა ეგაა. ვერ ხვდება ერთადერთს იმას ისახს რა ვქნა ძმაო. ყველა აბინძურებს და მე ჭიდაობას ვერ დავუწყებო.